რომ კარგი სეილი იყო, ნებისმიერ სფეროში არ მხოლოდ სეილი. შენ გჭირდება პირველ რიგში კი ბატონო შენი სკილები და უნარები. ამაზე თანხდებით. შეიძლება მე ვარ ტიპი, რომელსაც მაქვს უნარი რომ რაღაცა კარგი ვიყო მოლაპარაკებაში, თუმცა ეს არ არის საკმარისი. ეს არის საბაზისო, basic. რასაც უნდა დააშენო შემდეგ ნებისმიერი პროფესია. ამ უნარების მერე გავდივართ იქეთ, რომ ადამიანებმა არ იციან საკუთარი პროდუქტი და არ იციან საკუთარი კომპანიის ღირებულებათა სისტემა, პრიორიტეტები, ბენეფიტები არ იციან. არ იციან პროდუქტის ბენეფიტი და არ იციან კომპანიის ბენეფიტი და უბრალოდ მიდიხარ და ყიდი პროდუქტს. ძალიან რთულია მშრალად პროდუქტი გაყიდო და ამიტომაც კითხვით ინიშნები შემდეგ მოდის ზუსტად გაყიდვების წარმომადგენლებზე, ზოგს ბროკერის მაგივრად მაკლერს ეძახიან, არ ვიცი, ზოგს ახლა მოვა და თავარია თავისი გაყიდოს, ამიტომაც არის ასე. ამიტომ რომ ეს სფერო არ დგას აკადემიურადაც არ დგას მოწინავე პროფესიებში. მოთხოვნა არის, თუმცა ან უნივერსიტეტებში შედის რაღაცა მარკეტინგის განყოფილებაში და ერთ-ერთ პუნქტს სწავლობ, აი ცალკე როგორც ტრენინგ კურსი თავისი თუნდაც გამართული ცოდნებით, აკადემიური ნაშრომებით, ფსიქოლოგიის შემოტანა გაყიდვებში, მოლაპარაკების მართვაში, პერსონალურ ბრენდინგში, რომელიც ფილოსოფია ეს ხომ არ არის უბრალოდ რაღაც მარკეტინგული ხრიკი. ეს ყველაფერი კომპლექსურია და ეს არ ხდება ჩვენს ქვეყანაში. არ სერტიფიცირება არ არის ხათო ამ მიმართულებით, რაც აუცილებელია. ისეთი რაღაცები თქვი შენ ახლა, რომ პირდაპირ გადმოვერთე ახლა მე ფრილანსერებზე, იმიტომ რომ ჩვენ როდესაც გვაქვს დამკვეთებთან ურთიერთობა, ერთჯერადი იქნება ერთ task-ზე, ერთ თვიანი, რამდენიმე თვიანი, ან თუნდაც მივდივართ full time-ზე ვიწყებთ სამსახურს, გვიწევენ რეკომენდაციას თუ მივდივართ გასაუბრებაზე, მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ თავს ყიდით. ხო, ნუ ეს გაყიდვა, შენ უნდა შესთავაზო ადამიანს, იმან უნდა აგიყვანო, შენ ხელფასი უნდა გადაგიხადოს. უნდა დაარწმუნო, რომ შენ იქ იმსახურებ მუშაობას, გიწევს მუშაობა თუ გინდა მუშაობა, არც ამას არ აქვს მნიშვნელობა. დარწმუნება. აი ამ შემთხვევაში უკვე შენ რომ ყიდი, რა როლი შემოდის ამ მიმართულების? პირველ რიგში ვიტყვი იმას, ცუდად რატომ აღიქმება საკუთარი თავის გაყიდვა. თვითონ ტერმინში არის სავარაუდოდ პრობლემა. ჩვენი თავი პიროვნება, განსაკუთრებით ქართველებს ეს ძალიან ისეთი სენსიტიური თემაა და უცებ ამას ემატება მეორე ტრიგერ სიტყვა გაყიდვა და პიროვნების რაღაცა იდენტობის აი ასე აღვიქვამ და უკვე შეიძლება ეს არ თქვა და თქვა რომ თანამედროვე სამყაროში ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა კულტურული ის არის ბლოკი ერთგვარი, აი ეს მომენტი ყველას აქვს ხოლმე, რომ ჩემი თავის გაყიდვა, ნუ მე ჩემი სფერო არ არის, ჩემი არ არის ვამბობთ ხოლმე, საბოლოო ჯამში ყველას დამაკნინებლად მიმაჩნია. არა და პატარა რაღაც არის აქ, საკუთარ რაღაც მეს კი არ ყიდი, შენ ყიდი შენს როლს. და ამ როლში არის შენი პროფესიონალიზმი, ხო? ანუ ის როლი, რომელი როლიც არის მაგალითად ვიღაცისთვის, რომ თუ მე შევდივარ კომპანიაში და ვარ ბუღალტერი და ჩემს მომსახურებას ვყიდი და ხელფასი მაქვს იქ 2000 ლარი, აი აქაც ასეა, მაგრამ აი საკუთარი თავის გაყიდვა უკვე უარყოფითი ტრიგერია. შენი მე ყოველთვის გააქვს. შენი თავი ყოველთვის გაქვს და შენი ღირებულებათა სისტემა, რომელიც არის ხშირ შემთხვევაში უცვლელი. და ამას არ ეხები. ეს უბრალოდ როლია, ცოდნები, რომელიც დააგროვე. და ამის ფორმულირება ასე როგორც კი შემომაქვს, მაშინვე უკვე აი სხეულის ენას ეცეთხო, თუ კი აქამდე მოჭიმულია, აი მე ესე წება, პრინციპში ხო. პრინციპში ხო. ასე. რამდენიმე დღის წინ სხვათა შორის ერთ-ერთ ჩვენს ვიდეოზე ძალიან ნეგატიური კომენტარი დაიწერა ზუსტად ამ საკითხთან დაკავშირებით და რომ მკითხულობდი, მე გამიკვირდა, რომ ადამიანები, რომლებსაც ამბიცია აქვთ და პრეტენზია იმაზე, რომ რა ვიცი, მაღალანაზღაურებადები იყვნენ, დასაქმებულები იყვნენ და ასე შემდეგ, ცოტა არ უდგებიან სათანადოდ აი ამ როლის შენი როგორც პერსონალური ბრენდის მომზადებას, თუნდაც გასაუბრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის, რა დროსაც მართლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ გამოიყურები, როგორ ზიხარ. ამაზე ძალიან კარგმა ექსპერტმა სალომე სულობერიძე მილაპარაკა ერთ-ერთ ჩვენს ვიდეოში სხვათა შორის და თანამშრომლობთ, აქედან კიდე მოკითხვა სალომეს. როგორი მიდგომები არსებობს რა, რეალურად დამაკნინებლად მიაჩნიათ ერთი და ფიქრობენ, რომ HR-იც ადამიანია
და რატო უნდა მოვემზადო და რატო უნდა დავდგა რაღაცა სამსახიობო პერსფორმანსი იმისთვის რომ მე დამასაქმო და რატო უნდა მოვიტყუო და თავი უნდა გავასაღო იმად ვინც არ ვარ. რეალურად ის ხარ ვინც ხარ. შენ უბრალოდ ამ ყოლაფრის უკეთ პოზიციონირებას ვცდილობ, უკეთ წარმოჩენას, იმიტომ რომ შენ თუ ესე მიხვედი და იცი რა მე ძალიან კარგი ვარ, რაღაცა ანუ ეს ხმის ინტონაცია, ხმის კანკალი შეგეტყო, ის ხელების გაქცევა, გამოქცევა, იქ თუ არ დაგინახეს რომ თავდაჯერებული ხარ, ნერვიული ხარ და ასე შემდეგ, შეიძლება საკუთარი ბრენდი არ განდონ, იმიტომ რომ შენის ბრენდი რა პროფესიასაც არ უნდა აკეთებდე, კი უნდა გაყიდო, იმიტომ რომ შენი საქმით მათ წარმატება უნდა მოუტანო, ხო? ორი მხარე აქვს ყველაფერს. კადრების უფროს, ახლა იმიტომ ქვია ტალანტების მენეჯერი, რომ აი ამ ზუსტად კადრებიდან უნდა გადმოხვიდე იმაში, რომ შენთან გასაუბრებაზე რომ მოდიან, მასში ნერვიულობა კი არ დაინახო, ისე წარმართო პროცესი, რომ რაც აქვს ნიჭები, რაც აქვს უნარები, აი ამის წამოწევაზე დაეხმარო, იმიტომ რომ შენს კომპანიაში რეალურად გინდა ადამიანი, რომელსაც რაღაც უნარი აქვს, რომელსაც დაეყრდნობი და მე ამას აქცევ ტალანტად. ეს ერთი მხრიდან. ეხლა აქედან რომ შევხედოთ თუ კი სულ იმის იმედზე ვიყავი, რომ იცი რა მივალე ხა მე და წამოწვევები კომპანიაში და ტალანტების მენეჯერი ქვია და ჩემში ტალანტი და რა თქმა უნდა ასეც არ არის. და იცი სად იმალება აქ ძაღლის თავი? გავიგე რომ მე ასე ვიწყებდი. აი შენ პანდემია ახსენე, პანდემიის დროს მე მქონდა ძალიან ბევრი ესეთი სოციალურ გარემოზე მორგებული ტრენინგები და სრულიად ისე უსასყიდლო და უფასოდ ვატარებდი ამ ტრენინგებს, იმიტომ რომ მინდოდა ადამიანებს მეც ესე მოვხვდი შენთან. დავხმარებოდი მათ შორის შენს ჯგუფშიც და ჩემს ჯგუფშიც. და ვიწყებდი ასე ტრენინგს, როცა პერსონალურ ბრენდინგზე მუშაობდი. მე ამ კუთხით რა თქმა უნდა არ მუშაობ, უბრალოდ როგორც ფსიქოკონსულტანტი იუნგის მეთოდოლოგიას ვიყენებ და საწყის ეტაპზე მით უმეტეს გაყიდვებში შემაქვს ეს თემა. გავიგე რომ კარგი ხარ. ჩვენ ეს გჭირს ხოლმე, იცი რა, კარგი პროგრამისტი ვარ, თუ კარგი ბუღალტერი ვარ, თუ კი კარგი ფინანსისტი ვარ, თუ კი რაღაც დაგიმტკიცო. თუმცა აქ იმაში არის ზუსტად გამოწვევა დამალული, რომ მე გავიგე რომ კარგი ხარ, თუმცა მე კომპანიაში ჩემთან როცა შემოდიხარ, შენი კარგობით მე რა სარგებელი მაქვს. ეს უნდა დამანახო და ეს ორივე მხარეში თითქოს რაღაცა ჩატეხილი ხიდია და ამას ავსებს კომუნიკაცია. აი ეს არის ზუსტად კომუნიკაცია, რომ შენსა და ჩემს შორის რამდენად სწორად მიდის სათქმელი და რამდენად აგვარებს პრობლემას. გამოწვევას რამდენად პასუხი. ესაა ზუსტად კომუნიკაცია და ეს არის პერსონალური ბრენდი, არის სწორი კომუნიკაცია შენს აუდიტორიასთან. მოიწონე, გამოიწერე და შეუერთდი ინდუსტრიის პროფესიონალებს.